Kolegebo მოგესალმებით, კვორუმი არის. Კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ცხინვალი აღდგომას და ულოცავთ მთლიანად საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგს, სახალხო ინიციატივების სახით წარმოდგენილია პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტ, შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილების დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. ტურიზმის შესახებ კანონში ცვლილება. ეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და ასევე დაჩქარებული წესით არის აუცილებლად წინა ასევე ევროპასთან ინტეგრაცია ენერგეტიკის რაც შეეხება. კი ბატონო. ამ მესამე საკითხს ტურიზმის შესახებ კანონში ცვლილებას დაჩქარებულს გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ. მადლობა. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის პროექტი. იურიდიული წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპასთან ინტეგრაციის საგარეო ურთიერთობის და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსში ცვლილების პაკეტი. გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი დარგობრივი ეკონომიკის ევროპასთან ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა სავალდებულო დასკვნისთვის. საორგანიზაციო საკითხებსაც შეეხება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის მომართვა. ისევე როგორც პირველი მეორე საკითხიც ასევე ვადის გაგრძელებას ეხება, ესე იგი დარგობრივი ეკონომიკა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვებია გთხოვთ კენჭი უყაროთ ვადის გაგრძელებას, მადლობა. ქართული ოცნების მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ. ასევე რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი სია ხომ და პარლამენტის იოსებ ჯორბენაძის გაწევრიანების შესახებ და უმრავლესობის განახლებული სია გთხოვთ ამასაც კენჭი უყაროთ, მადლობა. ცნობად ვიღებთ კვლავ ქართული ოცნების ფრაქციის მომართვას იოსებ ჯორბენაძის თავდაცვის უშიშროების კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, ასევე ვახტანგ თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ასევე არის განათლების მეცნიერების ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტის ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პარლამენტის გიორგი სოსიაშვილის არჩევის შესახებ. ცნობად ვიღებთ უარყოფით დასკვნას საკანონმდებლო წინადადებაზე ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც ეხება ეკონომიკისა და განათლების სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოს, ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლის საკითხს. ინფორმაცია, შემდეგი გახლავთ ინფორმაცია კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროდან საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციულ ურთიერთობათა დახმარების შესახებ შეთანხმების 1 მაისიდან ძალაში შესვლის შესახებ. გვაქვს საკანონმდებლო წინადადება შემოსავლის სამსახურის შესახებ, კანონის გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და ასევე საკანონმდებლო წინადადება უშიშროების აკადემიასთან დაკავშირებით გადაეცემა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, ხმა დახურულია.